შეუძლია თუ არა საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ქვეყანას ევროინტეგრაციას სურს მთავრობა მიდგომები უნდა შეცვალოს. საქართველოს შესახებ პოლიტიკური შეფასებები ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომის დაწყებამდე გააკეთეს. ერთ-ერთი მკვეთრი განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა. შეფასებისას მან მაგალითად ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მოიყვანა და თქვა, რომ ისეთი დემოკრატიული უკუსლა, როგორც საქართველოს აქვს, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. კოსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ქართველი ხალხის მხარდაჭერით ევროპულ გზას დაუბრუნდება. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საბჭოში იქნება მიღებული, ამიტომ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თქვენ იცით გაფართოების ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები. ეს გაფართოების ანგარიში ამბობს, რომ საქართველოში არის ისეთი დემოკრატიული უკუსლა, როგორიც არ ყოფილა არც ერთ სხვა ქვეყანაში. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ საქართველოს უნდა წინსვლა ევროპულ გზაზე, მან ეს სხვანაირად უნდა გააკეთოს. ეს მთავრობას ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ მთავრობას ვუთხრათ, არ არის სწორი, რომ არ ითვალისწინებენ იმას, რაც ხალხს სურს. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან? ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმაც ისაუბრა. ბუდრისის აზრით, ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით უნდა დაიწყოს. მანვე დაამატა, რომ ქართული ოცნების მიერ ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებული ზომები აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რასაც ჩვენ ერთი წლის წინაც ვაცხადებდით. ჩვენ საქართველოში სანდოობა უნდა დაუბრუნოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს და ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ჰქონდა ლიეტუველ ხალხს, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომელსაც ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან წევრობის საკითხზე. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ არსებული სიტუაცია ამასთან შეუთავსებელია. ზომები, რომლებსაც არსებული რეჟიმი მიმართავს ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა ასეთი ტენდენციის ნახვა. ასე რომ იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიმართ და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოანა სილვია ტოიუს თქმით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ახლა არა მთავრობა, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის. რუმინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი და ეს სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ არსებობს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის გჯერა. სიმართლეა ისიც, რომ ახლა ერთადერთი, ვინც ასეთი მომავლისთვის იბრძვის და წვლილი შეაქვს ამაში, საქართველოს მოქალაქეები არიან და არა ინსტიტუტები და ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანი. გვჭირდება დიალოგის გაგრძელება და ინვესტირება საქართველოს ევროპული გზისთვის. რატომაა რუმინეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში? იმიტომ რომ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და ერთსა და იმავე მხარეს დგომა, როდესაც საქმე შავ ზღვას ეხება. ამიტომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. მე ვფიქრობ, ევროკავშირს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ქონდეთ, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით, იმ სამწუხარო რეგრესთან დაკავშირებით, რომელსაც თავად ევროკავშირი განიცდის და ბიუროკრატია, რომელიც არა ევროპელ ხალხს და წევრ სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებს ემსახურება. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ჩვენ მოვისმენთ არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას საქართველოსთან მიმართებით და თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ საქართველოს ინსტიტუციები როგორ მუშაობს, არის თუ არა სიტყვის თავისუფლება და როგორი არის, მე ვფიქრობ, რომ ობიექტურ კვლევებს და ობიექტურ რეიტინგებს რომ გაეცნონ, ალბათ რომელიც მათივე სხვათა შორის ინსტიტუციის ფარგლებშიც კეთდება, ალბათ უფრო სანდო იქნება მათი განცხადებები, თუმცა ამ შემთხვევაშიც არანაირი გამონაკლისი ეს შეხვედრა იქნება და გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, ლელო ძლიერის საქართველოს გენერალური მდივნის გრიგოლ გეგელიას თქმით, მარტაკოსის განცხადება ცხადყოფს, რომ თუ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მას შესაძლებლობა ექნება ევროპულ ოჯახში სწრაფი ტემპით შევიდეს. ევროკომისარ მარტაკოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, ნამდვილი მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა შეასრულებს ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას
და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი, იმ შემთხვევაში გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ქოცული ბოდვა და მეტი არაფერი და ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ და ვისმენთ, რომ ევროპული კავშირი მზად არის ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე და შემდგომ ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში თუ შემოხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგული ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომაც კარი არის ჩარლზული კობახიძის მიერ რუსულმა რეჟიმმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროატლანტიკური სვლა და ამის შედეგად ჩვენ ხედავთ, რომ დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესია დასრულებული. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ წდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილვის თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.